ვაზის და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ყველა კატეგორიის ღვინის შემოწმება, ღვინო დაექვემდებარება შემოწმებას, კერძოდ იგეგმება ალკოჰოლიან სასმელზე ნიშანდების შემოღება და შემოწმების გაფართოება. სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება. ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ მცირე ზომის მარნებზე, რომლებიც წელიწადში 25,000 litrზე ნაკლებ ღვინოს აწარმოებენ. კანონპროექტი დღეს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის ხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ინიციატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ამ კანონპროექტის წარმოდგენა შემუშავება არის განპირობებული ზრუნვით ღვინისა და სპირტის შემცველი პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე, ქართული ღვინის წარმოების ხარდაჭერაზე და მისი პოპულარიზაციის ზომების უზრუნველყოფაზე. მცირე ზომის მარნის კატეგორიას მიეკუთვნება ღვინის საწარმოები, რომლებიც არსებული კანონის განმარტების თანახმად აღწევდნენ წლიურ წარმადობას 40,000 litrამდე და შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით გვინდა რომ ეს კატეგორია შეიზღუდოს 25,000 ლიტრი ღვინის წარმოებით წელიწადში. სხვა შორის ამ ცვლილების შედეგად უფრო მეტად ტარგეტული ფოკუსირებული იქნება მცირე წარმოების, მცირე ზომის მარნების წარმოება და ის მხარდაჭერის ზომები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იქნება გამოყენებული, უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება მცირე მწარმოებლებზე.